წარმოიდგინეთ ქვეყანა, სადაც ერთ ათწლეულში მოხდა 3 სამოქალაქო დაპირისპირება, 5 ეთნიკური წმენდა, იყო ისეთი უპრეცედენტო შემთხვევები, როგორც არის კოსოვოს აღიარება, გარდა ამისა იყო ცივილიზაციური დაპირისპირება. ამ ყველაფერმა 1990-იან წლებში იუგოსლავიაში მოიყარა თავი. ერთ-ერთი ყველაზე ბურუსით მოცული კონფლიქტიანი, ვინაიდან ყველა ისე თარგმნის ამ კონფლიქტს როგორც თვითონ აწყობს. და რა იგულისხმება ამაში? მაგალითისთვის, ნატოსთვის და დასავლური სამყაროთვის ეს იყო სერბების მხრიდან განხორციელებული გენოციდი სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებზე, სადაც მათთვის აუცილებელი იყო ჩარევა გარკვეული სამშვიდობო თუ ჰუმანიტარული საჭიროებებიდან გამომდინარე. რუსებისთვის, ბერძნებისთვის თუ სერბებისთვის ეს იყო ნატოს მიერ საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების განხორციელება ამ რეგიონში. ხოლო მუსლიმებისთვის მას წინააღმდეგ მიმართული ძალადობა და გენოციდი. თუმცა დღეს გაგაგებინებთ რეალურად რა მოხდა მაგ იუგოსლავიაში და რატომ თარგმნის ყველა ისე როგორც თარგმნის. თავდაპირველად იუგოსლავია არც არსებობდა, სლოვენების, ხორვატების და სერბების სახელმწიფო ჩამოყალიბდა 1918 წელს და ხოლო შემდეგ 1929 წელს გადაკეთდა და იუგოსლავია დაერქვა მაგ ქვეყანას. მაგ ქვეყანაში შედიოდა შემდეგი ქვეყნები: ბოსნია-ჰერცეგოვინა, სლოვენია, ხორვატია, სერბეთი, მონტენეგრო და მაკედონია. მართალია ამ გაერთიანების წევრები ძირითადად სლავური ხალხები იყვნენ, თუმცა რეალურად მათ შორის არსებობდა ძალიან ბევრი დიდი ისტორიული და რელიგიური განსხვავებები. მაგალითისთვის, ხორვატები, სლოვენები ძირითადად კათოლიკეები იყვნენ, ბოსნიელები ძირითადად მუსლიმები იყვნენ, ასევე მაკედონიაში ცხოვრობდნენ მუსლიმები და სერბები, მონტენეგროელები და მაკედონელების საკმაოდ დიდი ნაწილი იყო მართლმადიდებელი. შესაბამისად, მათ შორის ძალიან დიდი სახესხვაობები არსებობდა და ეს განსხვავებები აისახა იმაში, რომ ჯერ ერთი მაგას ბევრი წინასწარმეტყველება არ ჭირდებოდა, რომ ათრე თუ გვიან მათ შორის დაპირისპირება მოხდებოდა გარკვეულწილად და ეს მართლაც ესე მოხდა და პირველი ამის გამოხატულება იყო მეორე მსოფლიო ომი, როდესაც ვერმახტის ნაწილებმა დაიპყრეს იუგოსლავია და როცა უკვე საბჭოთა კავშირი იგებდა 1954 წელს იუგოსლავია გათავისუფლდა, თუმცა მაქამდე მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტები იყვნენ გერმანელები, მათ წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად სერბებმა, ხორვატებმა და ბოსნიელებმა ერთმანეთის ხოცვა დაიწყეს. შესაბამისად, ეს ეთნიკური განსხვავება პირველად გამოჩნდა მეორე მსოფლიო ომის დროსაც, თუმცა 1954 წელს, როცა იუგოსლავია გათავისუფლდა და მას განმათავისუფლებელ ბრძოლას სათავეში ჩაუდგა საკმაოდ ცნობილი იოსიპ ბროზ ტიტო, ძალიან ცნობილი ადამიანი იყო იმ პერიოდში, ნაცისტებთან ბრძოლით და პარტიზანობით იყო სახელგანთქმული იმ პერიოდში და ის რეალურად მართავდა სახელმწიფოდ 1980 წლამდე. ანუ თითქმის 40 წელი. მას მამა ყავდა ხორვატი, დედა სლოვენიელი და მას ალბათ კარგად ეცმოდა კიდევაც რამდენად რთული არის მართო ესეთი ჭრელი ეთნიკურად ჭრელი და რელიგიურად განსხვავებული ხალხი. შესაბამისად, მან საკმაოდ საინტერესო რეფორმები გაატარა, თუმცა საბოლოოდ როგორც აღმოჩნდა, მაგას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმცა მის პერიოდში საკმაოდ მეტნაკლებად სიმშვიდე მეფობდა იუგოსლავიაში. ამის პირველი მაჩვენებელი იყო მისი რეფორმების, ეს იყო სამი ენა მოქმედებდა. კერძოდ ეს იყო სერბულ-ხორვატიული ენა, სლოვენური ენა და მაკედონიური ენა. გარდა ამისა, სამი რელიგია მოქმედებდა: მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი და ისლამი. და რეალურად მეტნაკლებად ყველა კმაყოფილი უნდა ყოფილიყო. ერთი კიდევ რაც საინტერესო გააკეთა ტიტომ, ეს იყო 1974 წელს მიიღო ახალი კონსტიტუცია, რითაც სიცოცხლის ბოლომდე გაიხანგძლივა მმართველობაში ყოფნა, ანუ პრეზიდენტობა, მაგრამ გარდა ამისა მისცა გარკვეული სუვერენიტეტი სხვადასხვა რესპუბლიკებს და ძალიან საინტერესო რაღაც ჩამოაყალიბა მისი გარდაცვალების შემდეგ უნდა ფედერაციულ პრეზიდენტთა საბჭო უნდა შემდგარიყო, სადაც 8 პრეზიდენტი გამოიცვლებოდა ყოველწლიურად. მაგალითად, ერთ წელს იქნებოდა სერბი პრეზიდენტი, მეორე წელს იქნებოდა ხორვატი პრეზიდენტი და ასე და შემდეგ. გარდა ამისა, ტიტომ შექმნა ორი ავტონომიური მხარე, ეს იყო კოსოვო, სადაც ძირითადად სერბები და ალბანელები ცხოვრობდნენ იმ პერიოდში და ვოევოდინა, სადაც ძირითადად სერბები და უნგრელები ცხოვრობდნენ, სადაც შედარებით ნაკლები პრობლემა იყო გასაგები და მიზეზების გამო და ეს ორი ავტონომიური პროვინცია შედიოდა ამ პრეზიდენტთა საბჭოში. და ეს იყო რეალურად უპრეცედენტო შემთხვევა, რაც ფაქტობრივად არსად არ მომხდარა. თუმცა საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა გამოიღო საკმაოდ ცუდი შედეგი, იმ კუთხით, რომ არ გაამართა უბრალოდ. 1980 წლამდე მივდივართ შემდეგი მოცემულობით, სადაც ერთის მხრივ ინგრევა იდეოლოგიური დაპირისპირება, ანუ საბჭოთა კავშირი ყველა ხვდება, რომ უკვე საკმაოდ სუსტება და 1980-იანი წლებიდან ეს გარკვეული იყო და გარკვეული ეროვნული სულისკვეთების აღმავლობა ხდება ყველგან. გარდა მაგისა, ეკონომიკური მხარე იყო ძალიან სუსტი იმ შემთხვევაში იუგოსლავიის, ყველაზე კარგად კონტრიბუციას საკუთარი ეკონომიკის ახდენდა ხორვატია და სლოვენია იუგოსლავიაში, თუმცა
მათ იმხელა უფლებები არ ქონდათ, რამდენიც სერბებს ქონდათ, ფორმალურად კი ქონდათ, ან de jure ქონდათ ეგ უფლებები, მაგრამ ვინაიდან სერბები განაგებდნენ ჯარს, ბელგრადში იყო დედაქალაქი, მათი უფლებები გარკვეულწილად მეტნაკლებად შეზღუდული იყო. გასაგებია, იერარქია არის და შესაბამისად სერბები იყვნენ იერარქიის სადავეში და სწორედ ესე მივდივართ 1980 წლამდე, როდესაც ტიტო გარდაიცვალა. ტიტოს გარდაცვალებას მოყვა საკმაოდ სერიოზული პროცესები. 1991 წელს კოსოვო მოითხოვა, ანუ ალბანელებმა მოითხოვეს პროვინციის რესპუბლიკად გადაკეთება. რაც პირდაპირ მიანიშნებდა იმას, რომ თუ იუგოსლავია დაიშლებოდა, მაშინ კოსოვო გახდებოდა ცალკე სახელმწიფო, რაც სერბებისთვის რა თქმა უნდა მიუღებელი აღმოჩნდა მაგ ლოგიკით. გარდა მაგისა, მაგ პერიოდში კოსოვოში ხდება ძალიან სერიოზული პროცესები. პირველ რიგში ეს არის დემოგრაფია. დემოგრაფია რეალურად ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის, როდესაც განვიხილავთ იუგოსლავიის საკითხს. მაგალითისთვის 1971 წლის სტატისტიკის მიხედვით კოსოვოს მოსახლეობის 77% იყო ალბანელი, ხოლო 24% იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი. დანარჩენი მცირე ჯგუფები ასევე არსებობდნენ კოსოვოში. თუმცა 1991 წლისთვის 90% უკვე არის მუსლიმი, ხოლო 10% არის სერბი. და სწორედ აი აქედან გამომდინარე ხდება ის პროცესები და მაგიტომაც მოითხოვა 1991 წელს კოსოვოს რესპუბლიკად აღიარება. გარდა ამისა, მოდის ესეთი ცნობები, რომ 1980-იანი წლებიდან ხდება სერბების ეთნიკური წმენდა კოსოვოში. რასაც შემდეგ უკვე 1998 წელს აღიარებს როგორც Amnesty International, რომელიც არის არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების მიმართულებით, საერთაშორისო ორგანიზაცია და ასევე სხვადასხვა ბრიტანელი მკვლევარები თუ ჟურნალისტები. მაგალითისთვის ნოელ მალკოლმი, რომელიც არის ბრიტანელი ისტორიკოსი და ჟურნალისტი და ასევე მირანდა ვიკერსი ამბობდნენ შემდეგ რაღაცას, რომ კოსოვოში ნამდვილად ხდებოდა სერბების ხშირ შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლება, მკვლელობები, გაუპატიურებები, დარბევები და ასე შემდეგ, რამაც რეალურად აამაღლა სერბული ნაციონალიზმი, რითაც რეალურად ძალიან მარტივდება და გასაგები ხდება, რატომ მოხდა სერბების ესე ნაციონალიზმის საკმაოდ ზრდა. ერთი ისა, რომ ეგეთი პერიოდი და მეორე მათ წინააღმდეგ გარკვეული დანაშაულებები ხდება კოსოვოში. რომლის კონტროლიც არ აქვს, იმიტომ რომ 90% კოსოვოში იყვნენ ალბანელი მუსლიმები და ძალიან ბევრი ადამიანი, დაახლოებით 200,000 ადამიანი მიგრირდა კოსოვოდან იქ ახლო მდებარე სხვადასხვა იუგოსლავიის სხვადასხვა პროვინციებში. სწორედ აი ამ პერიოდში 1980-იანი წლებიდან სლობოდან მილოშევიჩი წინააღმდება პოლიტიკურ სპექტრში. სერბებში ის საკმაოდ პოპულარული სარგებლობდა და რეალურად მას სურდა ტიტოს მმართველობის გაგრძელება, ანუ ის ფედერაციული საბჭო უნდა მოშლილიყო და მოიშალა კიდევაც და მან ჩაიგდო რეალურად ძალაუფლება და 1987 წელს წარმოთქვამს ისტორიულ სიტყვას, სადაც სერბებს მოუწოდებს, რომ საკუთარი ღირსებისა და მიწის დასაცავად უნდა დარაზმულიყვნენ და ის იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, გარდამტეხი მომენტი მაგ პერიოდში და 1999 წელს კი კოსოვოს ბრძოლის 600 წლის იუბილეზე ბელგრადში გაიმართა უზარმაზარი შეკრება, მილიონზე მეტი სერბი ესწრებოდა და მონაწილეობდა ამ აქციაში და რას ნიშნავს ეს 600 წლის იუბილე და ზოგადად რა არის კოსოვოს ბრძოლა 1399 წელს გაიმართა ბრძოლა ოსმალებსა და სერბებს შორის, სადაც რეალურად გამარჯვებული არ გამოვლინდა მაგ კონკრეტულ ბრძოლაში, მაგრამ ეს სერბებისთვის რაღაც ძალიან მნიშვნელოვან ეროვნულ და მათ შორის რელიგიურ ფაქტორთან კავშირდებოდა, როგორიც არის, რომ ეს იყო წმინდა მიწა, სადაც სერბებმა თავი დადეს ქრისტიანობის დასაცავად. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო ჯამში ოსმალებს ჩაითვალათ უფრო ეგ ბრძოლის მოგება, ვინაიდან ოსმალებს გაცილებით მეტი რესურსი ჰქონდა და მე უკვე მაგ რესურსის მიხმარების შედეგად მოახერხეს სერბების წლევა, მაგრამ აქ ერთ ბრძოლა რო ავიღოთ, ძალიან მედგრად დადგნენ სერბები და ეგ ეროვნულ იდენტობაში ჩაიწერა, შეგვიძლია ესე ვთქვათ. სწორედ აი ეს კრიზისი ტრიალებს იუგოსლავიაში, როგორც კოსოვოში, ისე ხორვატიაში და მათ შორის ბოსნიაში განსაკუთრებით და 1990 წელს აი ამ კრიზისის ფონზე რეალურად სლოვენიასა და ხორვატიაში თვით რესპუბლიკების ხელისუფლებებმა, კონკრეტულად კომუნისტურმა პარტიებმა მათ შორის, გაატარეს შემდეგი რეფორმა, რომ თავისუფალი არჩევნები ჩატარებულიყო მრავალპარტიული სისტემა დანერგეს. ეს გადაწყვეტილება მოხდა ბელგრადისგან დამოუკიდებლად და შიდა ინიციატივით. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს გააპროტესტა სერბებმა და ზოგადად ბელგრადმა, თუმცა მაგას დიდი შედეგი არ მოყოლია და 1990 წლის აპრილში, როგორც სლოვენიაში, ისე ხორვატიაში ჩატარდა არჩევნები. მოიგო მილან კუჩანმა, ეს იყო პრეზიდენტი კომუნისტი, თუმცა მაქამდე
ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, სადაც კოალიციურმა ოპოზიციამ მოიგო, თუმცა შემდეგ გახდა კომუნისტი მილან კუჩანი, თუმცა ის სლოვენიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტი გახდა და ის უფრო ბრჭყალებში დემოკრატიულ პროცესებს უჭერდა მხარს, რაც გასაგები იყო და მაგის სხვანაირად აღარ შეეძლო, იმიტომ რომ სლოვენიელი ხალხი ითხოვდა დამოუკიდებლობას და მეორე იგივე პერიოდში ხორვატიაში ჩატარდა არჩევნები, სადაც უკვე ნაციონალისტმა ფრანიო ტუჯმანმა მოიგო. მისი პარტია რეალურად იყო დემოკრატიული კავშირი, ესე ერქვა, თუმცა საკმაოდ ნაციონალისტურ და დამოუკიდებლობისკენ ისწრაფოდა მისი პოლიტიკა და უკვე ოფიციალურად სადაც შეგვიძლია ვთქვა, რომ დაშლა დაიწყო იუგოსლავიის, ეს იყო 1991 წელი, სადაც ყველა რესპუბლიკაში ჩატარდა ჯერერთი დემოკრატიული არჩევნები და შემდეგ უკვე გაიმართა რეფერენდუმები დამოუკიდებლობის თაობაზე და სწორედ აქ უნდა გადავიდეთ სლოვენიის კონფლიქტზე. რაც შეეხება სლოვენიაში რა პროცესები მიდის, ზუსტად იგივე ვითარება რაც სხვა რესპუბლიკებში რეალურად, იმიტომ რომ ხდება ეროვნული სულისკვეთების გამოგვიძება, სლოვენიაში ზუსტად იგივე მოხდა და ყველაფერი იმით დაიწყო 1999 წლის გაზაფხულზე სლოვენი კომუნისტების დეპუტაციამ დატოვა იუგოსლავიის პარლამენტი. იმავე წელს პარტიამ, რომელიც ამ დროისთვის ერთადერთი მმართველ პარტიას წარმოადგენდა, მიიღო გადაწყვეტილება მრავალპარტიული არჩევნები დაინიშნა. როგორც მოგახსენეთ, დაინიშნა ეს მრავალპარტიული არჩევნები 1990 წელს ჩატარდა პირველი არჩევნები, სადაც კოალიციამ გაიმარჯვა. შემდეგ როგორც მოგახსენეთ, მოვიდა პრეზიდენტად მილან კუჩანი. შემდეგ უკვე იყო ესეთი განსახილველი თემა, ანუ ბელგრადმა რა თქმა უნდა გააპროტესტა ეს ყველაფერი, ბელგრადმა საკმაოდ მუხარებით გაუგზავნა სლოვენიას და სლოვენიამ ცადა გარკვეული ვითომ მოლაპარაკებები წასულიყო, თუმცა მაგას ყველას ესმოდა, რომ მაგაზე რომ სერბები დათანხმებული იყვნენ, აზრი არ ქონდა და მაგაზე აუცილებლად უარი უნდა ეთქვა, თუმცა ეგეც შედეგად დამთავრდა, ანუ საუბარია კონფედერაციულ მოწყობაზე. ვინც არ იცით, კონფედერაციული მოწყობა ითვალისწინებს იმას, რომ სახელმწიფოს, ან ზოგადად სახელმწიფოებს, რომელიც კონფედერაციულ ერთობაში არიან, აქვთ უფლება, რომ დატოვონ კონკრეტული სახელმწიფო. შესაბამისად, ეგ არანაირ შედეგს არ გამოიღებდა და სერბებისთვის ეგ ცუდი იქნებოდა, სლოვენიებისთვის ეგ იდეაში კარგი შეთავაზება იქნებოდა და უკვე 1990 წლის 23 დეკემბერს ჩატარდა ამ ჩავარდნილი მოლაპარაკებების შედეგად რეფერენდუმი დამოუკიდებლობის თაობაზე, სადაც დაახლოებით 90%-მა მისცა ხმა დამოუკიდებლობას და 1991 წლის 25 ივნისს გამოაცხადა საკუთარი თავი როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფო. ზუსტად იგივე დღეს ხორვატიამაც იგივე გააკეთა, ანუ ეს იყო შეთანხმებული მოქმედება მათი მხრიდან. რა თქმა უნდა, ამას ბელგრადი შეეწინააღმდეგა, სერბებმა უარი თქვეს, რა თქმა უნდა და ბუნებრივია, ეგრე მოიქცეოდნენ და 1991 წლის 27 ივნისს გაჩაღდა ბრძოლები, კერძოდ მოხდა შეტაკება სლოვენიის პოლიციასა და საზღვაო ძალებსა და იუგოსლავიის არმიას შორის. ორივე მხარეს ყავდა დაახლოებით ერთნაირი საჯარისო ძალები, გულისხმობ იმას, რომ დაახლოებით 30,000 კაცი ყავდა იუგოსლავიას სლოვენიაში გადასვლელი და სლოვენიასაც დაახლოებით 30,000-მდე კაცი ყავდა. როგორც ვრცელდება ცნობები, მედიაში ვრცელდებოდა იმ პერიოდში სლოვენიაში ბევრი ბოსნიელი და ხორვატი ამბობდა უარს ბრძოლაზე, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ რაღაც გარკვეული რაოდენობა დასტურდება, ხშირია ხოლმე ის, რომ არ დასტურდება რაღაცეები მაგ მიმართულებით. გარდა ამისა, საკმაოდ მცირე მსხვერპლი მოხდა, დაახლოებით 100-მდე კაცი გარდაიცვალა, სამხედრო 100-მდე კაცი და საბოლოო ჯამში როდესაც სერბები მიხვდნენ, რომ ვერ გადაჭრნენ საკუთარ ამოსავნებს, დაიდო შეთანხმება. კერძოდ ბრიონის ზავი, რომელიც გაფორმდა 7 ივლისს, სამხედრო მოქმედებები შეწყვიტა და ფაქტობრივად 3 თვით გადაავადა სლოვენიის დამოუკიდებლად გამოცხადება, თუმცა რეალურად იქ ყველას ესმოდა, სლოვენია უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო. გაეროს წევრი გახდა ის 1992 წლის 22 მაისს, ხოლო ევროპის თანამეგობრობა მის აღიარა 92 წლის 15 იანვარს. შესაბამისად, მან გასაგები იყო, რაც მოხდა და გარდაიცვალა 100 ადამიანი, როგორც ვახსენე, 100-მდე ადამიანი მაგ პერიოდში. სერბებს დიდწილად იმიტომ მოუწიათ მაგ შეთანხმებებზე წასვლა, რომ ხორვატიაში და ბოსნიაში საკმაოდ იძაბებოდა პროცესები. ხორვატიის ომი იწყება შემდეგნაირად, კლასიკური მაგალითია რეალურად არანაირი განსაკუთრებული არ იყო ხორვატიაში გამოსვლები, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის იყო გარკვეული დაპირისპირება. 1990 წლის მარტში მაგალითად დემონსტრანტებმა ჩამოახჩეს სერბი ჯარისკაცი, უბრალოდ პოლიციელი. ეს იმის ფონზე, რომ გარკვეული დემონსტრანტის სიკვდილი მოხდა მაგამდე. შესაბამისად, ესე კლასიკურად იწყება ეს ნელ-ნელა იწევს გრადუსი. რაც ყველა სამოქალაქო ომის დამახასიათებელი თვისებაა. თავარი
მომენტი, როდესაც რეალურად ხორვატიასა სერბებს შორის და იუგოსლავიის არმიას შორის დაიწყო ბრძოლა. ეს იყო როდესაც 1991 წელს ღალატისა და იარაღის უკანონო ვაჭრობის ბრალდებით სერბეთის ძალებმა დააკავეს ხორვატიის თავდაცვის მინისტრი მარტინ შპიგელი. ამის საპასუხოდ ბრალდებულმა მოუწოდა ხორვატებს სერბების სრული განადგურებისკენ. რაც ბუნებრივია უკვე გრადუს მაქსიმალურ ტემპერატურაზე აყენებდა და 1991 წლის აპრილისთვის უკვე საკმაოდ მსხვერპლი არის და საბოლოო ჯამში 1991 წლის 25 ივნისს როგორც ვახსენეთ, მაგამდე იყო ბუნებრივი არჩევნები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ 1991 წლის 25 ივნისს ხორვატიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. გარდა ამისა, ხორვატიამ სულ ცოტა ხანში ნოემბერში შექმნა ცალკე რესპუბლიკა ბოსნიაში, ვინაიდან დამოუკიდებლობის მოპოვების შემთხვევაში ის ხორვატიის ნაწილი, რაც ბოსნიაში ცხოვრობდა, უნდა შეერთებოდა ხორვატიას. იგივე გააკეთეს შემდეგ სერბებმა, რასაც ცოტა ხანში გავივლით. ერთი თვის შემდეგ სერბებმა სარაკეტო დარტყმები მიიტანეს ხორვატულ ქალაქებზე, როგორებიცაა მაგალითად დუბროვნიკი, გოსპიჩი, მიბენიკი და ასე შემდეგ და უკვე 5 ოქტომბერს ხორვატიის პრეზიდენტმა ფრანიო ტუჯმანმა მოუწოდა რომ მობილიზებულიყვნენ ხორვატელები და ებრძოდათ სერბი იმპერიალისტების წინააღმდეგ და ეს იყო რეალურად ის პროცესები, რაც დაიწყო 1991 წლიდან 1995 წლამდე მიმდინარეობდა ხორვატიის ომი. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი შემთხვევა მოხდა, ის იყო 19 დეკემბერი, როდესაც კრაინას ავტონომიური რესპუბლიკა თავი ხორვატიისგან დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა. აქ ძირითადად ცხოვრობდნენ სერბები მოსახლეობა და დაახლოებით 9,5 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობდა და დაახლოებით 30%-ს აკონტროლებდა ხორვატიისაც სერბები, ეს სწორედ ეს კრაინას ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში რაც იყო და საბოლოო ჯამში 1995 წელს სერბებმა ვეღარ მოახერხეს უზრუნველყოფა ამ რესპუბლიკის ჭყალებში და საბოლოო ჯამში გაუქმდა ეს კრაინა, თუმცა აქამდე მოხდა საკმაოდ სერიოზული სისასტიკე ხორვატების მხრიდან 1995 წლის ოპერაცია შტორმზე მაქვს საუბარი, სადაც მხოლოდ 4 დღეში კრაინა დატოვა 50,000-ზე მეტმა სერბმა და ისინი გახდნენ რეალურად ეთნიკური წმენდის ხორვატების მიერ, რომელსაც საბოლოო ჯამში ანტე გოტოვინა ხელმძღვანელობდა და ჰააგის სასამართლომ ის გაასამართლა 1995 წლის მარტში კრაინამ არსებობა შეწყვიტა. ერთი ისიც უნდა ითქვას, რომ 1992 წელს როგორც სლოვენია, ისე ხორვატია აღიარეს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. უბრალოდ მან ერთი დეტალია, რომ გერმანიაში, ვინაიდან ძალიან ბევრი ხორვატი ცხოვრობდნენ და ძალიან დიდად იყვნენ დაინტერესებულები ხორვატიის ბედით, 1991 წლის დეკემბერში აღიარა გერმანიამ და გერმანია აქტიურად ეხმარებოდა, ისე როგორც კათოლიკური ეკლესია, ხორვატიას ამ ბრძოლის მიმდინარეობისას. რაც შეეხება ბოსნია-ჰერცეგოვინას, აქაც ჩვეულებრივად ძლიერდება ნაციონალიზმი, ეთნიკური იდენტობა ადის მაღალ დონეზე, რაც დადასტურდა იმით, რომ საბოლოო ჯამში ბოშნიაკები უმრავლესობით მოვიდნენ, იმისა რომ ბოლომდე ძალაუფლება არ ქონდათ, ლიდერი იყო ალია იზეტბეგოვიჩი, ბოშნიაკები იყვნენ ბოსნიელი მუსლიმები. გარდა მაგისა, მათ მიიღეს ხმების 38% არჩევნებში 1990-იან წლებში და სერბულ-ხორვატიული კონფლიქტი აქაც გავრცელდა. ერთი ის, რომ იზეტბეგოვიჩი იყო ნაციონალისტი და უნდოდა რომ ნაციონალისტი ამ შემთხვევაში როცა ვსაუბრობ ნაციონალისტზე აღარ ვამბობ უარყოფითი გაგებით, მას უნდოდა დამოუკიდებელი ბოსნია-ჰერცეგოვინა და სადაც ყველა ერი დამოუკიდებლად და თავისუფლად ცხოვრობს. ანუ ეს რეალურად ძირითად შემთხვევაში არ ხდება ხოლმე როგორც მოგეხსენება. გარდა ამისა, საკმაოდ სერიოზული მნიშვნელობა ჰქონდა დემოგრაფიას. 1971 წლისთვის მოსახლეობის შემადგენლობა იყო შემდეგი: სერბები 44%, მუსლიმები 26%, ხოლო ხორვატები 22%, ხოლო 1991 წლისთვის რადიკალურად იცვლება სურათი. მუსლიმები არიან 44%, სერბები არიან 31%, ხოლო ხორვატები არიან 17%. რაც რა თქმა უნდა, თრიალ სურათს ცვლის. სწორედ აი ამ მოცემულობით აირჩიეს იზეტბეგოვიჩი და იზეტბეგოვიჩის ატარებდა ამ მუსლიმების ინტერესებს ცხადია. გარდა ამისა, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი მოხდა, რომ ეს ომი, რაც ხორვატიაში მძვინვარებდა, გადმოვიდა ბოსნიაში. ვინაიდან სერბებსაც და ხორვატებსაც უნდათ ბოსნიის დაუფლება რეალურად.
ვინაიდან იქ ხორვატები ცხოვრობდნენ ბოსნიაში და ისე სერბები, რა თქმა უნდა, მაგის დათმობას არავინ არ აპირებდა. და სწორედ აი ამ მოცემულობით 1991 წლის 18 ნოემბერს, როგორც ვახსენე, ჰერცეგ ბოსნია შეიქმნა, ხორვატებმა შექმნეს ერთ-ერთი ანკლავი სამხრეთ ბოსნიაში, ხოლო 1992 წლის 9 იანვარს შეიქმნა სერბთა რესპუბლიკა, იგივე ჭალებში რესპუბლიკა შექმნეს სერბებმა, ზუსტად იგივე სურათი არის, ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა ეს კონფლიქტი როცა დაიწყო 1992 წლიდან 1995 წლამდე, ერთი საკმაოდ სერიოზული პრობლემა შეექმნათ ხორვატებს, რომ მათ არ ქონდათ იმხელა რესურსი, რომ წინააღმდეგობა გაეწია სერბებისთვის და იუგოსლავიისთვის, ვინაიდან მათ გაცილებით მეტი რესურსი ჰქონდათ. შესაბამისად მოუწიათ, რომ შეთანხმება დაედოთ სერბებთან და ბოსნია გაეყოთ შუაზე. 1992 წლის 6 მაისს ქალაქ გრაცაში შედგა შეხვედრა ბოსნია-ჰერცეგოვინის ტერიტორიაზე სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტ რადოვან კარაჯისა და ჰერცეგ ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკის პრეზიდენტს მათე ბობანს შორის, სადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ უბრალოდ შუაზე უნდა გაეყოთ ბოსნია-ჰერცეგოვინა. და ეს სტატუს კო მეტნაკლებად შენარჩუნდა 1994 წლამდე, თუმცა რეალურად ეს დასავლეთს ნაკლებად აწყობდა, როგორც მაგალითად ჰანტინგტონი აღწერს საკუთარ წიგნში, ვინაიდან მუსლიმებს როგორც ხელს ისე ხედავდა დასავლური ცივილიზაცია, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატები და დაახლოებით ეს სტატუს კო ნარჩუნება 1994 წლამდე. ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ, თუმცა მაქამდე უნდა ვახსენოთ აუცილებლად გაეროს იარაღის ემბარგო, რომელიც იუგოსლავიის ტერიტორიაზე მოქმედებდა 1991 წლის 25 სექტემბრიდან, თუმცა ამ შეთანხმებას ყველა არღვევდა, სამივე მხარე რეალურად დასავლეთიც არღვევდა, რუსეთი მართლმადიდებლური, ასე ვთქვათ, სამყარო საბერძნეთი არღვევდა ამ ყველაფერს და ასევე მუსლიმური სამყაროც არღვევდა. და რაში გამოიხატებოდა ეს კონკრეტული დახმარება, მაგალითად ისლამურმა ქვეყნებმა, ირანმა, საუდის არაბეთმა, თურქეთმა 98-95 წლებში დაახლოებით 700 მილიონი დოლარის საბრძოლო და ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს, მათ შორის 4000 რაკეტა, 750.000 ტყვია, როგორც ცნობილია და 300 მუჯაჰიდი, რომელიც იყვნენ მებრძოლები, ჩვეულებრივი, მათ შორის საკმაოდ რადიკალური მხრიდან. გარდა ამისა, ხორვატია საკმაოდ დიდი დახმარება გაუწია დასავლურმა სამყარომ, რაც ნიშნავს იმას, რომ ისლამური ქვეყნებიდან რეალურად იარაღის ტრანზიტი ხდებოდა ხორვატიაში და ხორვატია მაგით სარგებლობდა. გარდა ამისა, სადაზვერვო ინფორმაციები, ჰუმანიტარული დახმარებები, ეკონომიკური დახმარება დასავლეთის მხრიდან აქტიურად იყო ხორვატიის მიმართულებით და რუსეთმა დაახლოებით 300 მილიონამდე და საბერძნეთმა მათ შორის გადასცა სხვადასხვა TU-55, მათ შორის ტანკები და სხვადასხვა როგორც შეიარაღება, ისე ჰუმანიტარული დახმარება და საბოლოო ჯამში ვარკვევთ იმას, რომ ეს არა მარტო შიდა დაპირისპირება იყო და სამოქალაქო ომი იყო, არამედ იყო გლობალური დაპირისპირება, სადაც სხვადასხვა მხარეები სხვადასხვა მხარეებს უჭერდნენ მხარს, როგორც ვახსენეთ, რუსეთი და საბერძნეთი უჭერდა მხარს სერბებს, დასავლური სამყარო უჭერდა მხარს ხორვატებს, მათ შორის სლოვენიელებს, მაგრამ ძირითადად ხორვატიაზე საუბარი, იმიტომ რომ სლოვენია მეტნაკლებად მარტივად დააღწია თავი იუგოსლავიას, ხოლო მუსლიმებს უჭერდნენ და ბოსნიელებს უჭერდნენ, რა თქმა უნდა, ისეთი ქვეყნები, რომელიც მათ რელიგიურ იდენტობასთან ახლოს იდგა, რომელიც იყვნენ თურქეთი, საუდის არაბეთი და ირანი. როგორც ვახსენე, 1994 წლამდე გაგრძელდა ის სტატუს კო, რაც იყო, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინა შუაზე უნდა გაყოფილიყო, თუმცა 1994 წლის 18 მარტს ვაშინგტონსა და ვენაში ხელმოწერილი იქნა შეთანხმება ბოსნია-ჰერცეგოვინის რესპუბლიკასა და ჰერცოგ ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკას შორის. და შეთანხმება რეალურად ასრულებდა მათ შორის კონფლიქტს და ჰერცეგ ბოსნია უნდა შეერთდებოდა თავგადარინებით ფედერაციული მოწყობით ბოსნია-ჰერცეგოვინას, ანუ იბრუნებდა ბოსნია-ჰერცეგოვინა საკუთარ ტერიტორიებს და რეალურად ამითი თავისუფლებოდა საკმაოდ დიდი ენერგია იმისა, რომ სერბები წინააღმდეგ ერთად ებრძოლათ ბოსნიელებსა და ხორვატებს. სწორედ აი ამ რეალობაში გრძელდება შემდეგ უკვე ბოსნიაში დაპირისპირება, სადაც ბოსნიელები და ხორვატები აქტიურად ებრძვიან სერბებს და ომაში რეალურად შეიძინა ახალი მასშტაბები. თუმცა სანამ სხვა მოვლენებზე გადავალთ, უნდა ვახსენოთ, რომ ბოსნიაში საომარი მოქმედებების ესკალაციის კვალდაკვალ იქ გაერო სამშვიდობო ძალები განთავსდნენ და სამი მნიშვნელოვანი რეზოლუცია იყო რეალურად მიღებული. პირველი ეს იყო, რომ უბრალოდ განთავსდნენ და სარაევოს საერთაშორისო აეროპორტის დაცვა დაევალათ გაეროს სამშვიდობო ძალებს, თუმცა შემდეგ უკვე 1993 წელს გაფართოვდა ეს მანდატი, კერძოდ 6 მაისს, სადაც მიიღო რეზოლუცია ნომერი 824 გაერომ და ითვალისწინებდა, რომ მას ბოსნია-ჰერცეგოვინას სის კონტროლი უნდა მოეხთინა და 1993 წლის 4 ივნისს კი გაერომ ასევე სხვა რეზოლუცია მიიღო ნომერი 826, რომლის თანახმადაც განიცადა უსაფრთხო ზონები ბოსნიაში.
რეალურად აი ეს გაეროს რეზოლუციები გახდა სამომავლოდ ნატოს ჩართვის ერთ-ერთი მიზეზი, ვინაიდან ამ უსაფრთხო ზონების თუ სხვადასხვა არასაფრენი ზონების დარღვევას ედავებოდნენ სერბებს და შემდეგ უკვე მოხდა ნატოს მიერ ჩარევა 1995-წელს, რომელიც ძალიან ცუდად დამთავრდა სერბებისთვის, იმიტომ რომ ფაქტობრივად მთელი ინფრასტრუქტურა გაუნადგურეს. პირველი ჩარევა სწორედ 1994 წლის 28 თებერვალს განხორციელდა, როდესაც ნატოს გამანადგურებელმა ჩამოაგდეს სერბული თვითმფრინავები, რომელმაც დაარღვიეს ბოსნიის არასაფრენი ზონა. ეს მეტნაკლებად ნორმალურად დასრულდა, თუმცა მთავარი ნატოს ოპერაცია იყო მომფიქრებული ძალა, რომელიც მიმდინარეობდა 1995 წლის 30 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე. მთავარი მიზანი იყო, რომ სერბთა რესპუბლიკის არმიის შესუსტევანა მათი პოზიციების განადგურება რეალურად. ბევრი სამხედრო პირი არ დაღუპულა, დაახლოებით 200-მდე სამხედრო პირი დაიღუპა, თუმცა განადგურდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, სხვადასხვა სტრატეგიული ობიექტები, რამაც რეალურად მთავარი ზიანი მიაყენა სერბებს. 350-მდე საჰაერო შეტევა განხორციელდა და დაახლოებით 30 სამოქალაქო პირი გარდაიცვალა და საბოლოო ჯამში ამან უზრუნველყო შემდეგში სერბიის მხრიდან დათანხმება სამშვიდობო მოლაპარაკებაზე და აი ამ თავდასხმამ მათ შორის უზრუნველყო ის, რომ ბოსნიელები და ხორვატებს უფრო გული მიეცა და უფრო აქტიურად წავიდნენ სერბების პოზიციების წინააღმდეგ და საკმაოდ ბევრი ტერიტორია დაიკავეს, რომელიც მაქამდე სერბებს ეკავათ და საბოლოო ჯამში 1995 წლის 12 დეკემბერს ძალით შევიდა ცეცხლის შეწყვეტის საყოველთაო შეთანხმება, რის შემდეგაც დაიწყო გარკვეული მოლაპარაკებები და საბოლოოდ დასრულდა 21 ნოემბერს 1995 წლის ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ დეიტონში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, სადაც საბოლოო ჯამში სამივე ფედერაციის პრეზიდენტი ესწრებოდა ამ შეხვედრას და სამივე მოაწერა ხელი იმას, რომ ორ სუბიექტად იყოფოდა ბოსნია-ჰერცეგოვინა, ერთი ბოსნია-ჰერცეგოვინა და მეორე სერბთა რესპუბლიკა, ოღონდ ეს იყო ფედერაციული მოწყობა. დღემდე ესეთი მოწყობა არსებობს, სადაც სერბთა რესპუბლიკას გააჩნია ფართო ავტონომია, საკუთარი პარლამენტი ყავს, თუმცა ნაწილი არის ბოსნია-ჰერცეგოვინასი. არ შეიძლება გვერდი ავაროთ ცნებენიცაც გენოციდს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ეთნიკური წმენდა იყო, რომელიც განახორციელეს სერბებმა 1993 წლის აპრილში. უსაფრთხოების ზონად გამოცხადა სნებრენიცა და სერბებს არ შეეძლოთ აქტიურად შეეტიათ ამ ქალაქისთვის, თუმცა თავად სრებრენიცაში საშინელი მდგომარეობა სუფევდა იმ კუთხით, რომ მედიკამენტების საკვები არ არსებობდა და ფაქტობრივად ბლოკადაში იყო მოქცეული ეს ქალაქი და სწორედ სერბების მიზანი იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ვერ უტევდნენ, ამ ბლოკადით მოეხდინათ მისი მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად უტევდა იყოფი ბოსნიელები მიმდებარე სერბულ სოფლებს და ოფიციალური ვერსიითაც დაახლოებით 100-ობით სერბი მოკლეს მაგ ადამიანმა, მათ შორის სხვადასხვა წამების ხერხებით, სერბები მაინც ვერ ახერხებდნენ 1995 წლამდე აქტიურ შეტევის ფაზაზე გადასვლას, ვინაიდან იქ გაეროს მშვიდობის მყოფელები იყვნენ და შეიძლება ძალიან მძიმედ დაჯდომოდათ ეგ ყველაფერი, თუმცა 1995 წლის 6 ივლისს სერბებმა დაიწყეს შეტევა სერბეთის ზონაზე. გაეროს სამშვიდობო ძალების ნიდერლანდული ბატალიონი რეალურად უძლური აღმოჩნდა სერბების წინააღმდეგ და იქვე დატოვებაც კი დაიწყეს ტერიტორიის და ბოსნიელები მაგაზე გაბრაზდნენ სხვათა შორის და მოთხოვეს, რომ ბოლომდე დაეცვათ ეს ქალაქი, თუმცა მაგაზე უარი განაცხადეს და რეალურად გაქცევა ამჯობინეს, ხოლო ბოსნიელებმა ხელკომბარას კი ესროლეს ერთ-ერთ მანქანას და ერთ-ერთი ნიდერლანდელი ჯარისკაციც კი დაიღუპა მაგ მომენტში. ისრაელის საერთაშორისო ყურადღების ნაკლებობითა და ანკლავში ყოფილი ბოსნიელების იარაღის დეფიციტით შეგულიანებულმა კალაძიჩმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეკავებინათ სნებრენიცა. მეორე დღეს სნებრენიციდან დაიწყო ტოლილების მასობრივი გადინება, ისინი გაეროს მშვიდობის ყოფილთა ბაზის მიმართულებით მიემართებოდნენ, ხოლო მშვიდობის ყოფილებმა გადაწყვიტეს ნატოსთვის მიემართათ და დახმარება ეთხოვათ ამ ხალხის დასაცავად. ნატოს ორმა თვითმფრინავმა მიიტანა იერიში სერბებზე, თუმცა სერბები დაემუქრნენ მშვიდობის ყოფილებს და ფრანგ მძევლებს დახოცავდნენ, მათ ყავდათ მაქამდე აყვანილი ეს მძევლები და ამან შეაჩერა ნატოს დაბომბვა და 1995 წლის 11 ივლისს სერბებმა ქალაქი აიღეს. ამის შემდეგ დაიწყო ბოსნიელი მუსლიმების მასობრივი, მათ შორის მკვლელობები. ეს იყო ეროვნული შურისძიება ბოსნიელების წინააღმდეგ, როგორც ვახსენე, ასობით სერბი მოკლეს მაგ სნებრენიცაში მყოფმა ბოსნიელმა დაჯგუფებებმა და ეს სავარაუდოდ სწორედ აი ამის გამოხატულება იყო და არა მარტო მაგის გამოხატულება, ამას ემატებოდა კოსოვოში მიმდინარე პროცესები, იუგოსლავიის დაშლა, მთელი ეს ღელვარება ბუნებრივია გადაიდოთ სერბებს და 8000
ადამიანი, მამაკაცი 13 წლიდან 77 წლამდე დახოცეს, ხოლო დანარჩენები ქალები და უფრო პატარა ბავშვები მათ მისცეს დატოვების საშუალება და საბოლოო ჯამში გამოძიებამ დაადგინა, რომ მასიური მკვლელობების ჩადიოდნენ სერბთა რესპუბლიკის არმიის მეომრები გენერალ რატკო მლადიჩის მეთაურობით. ეს იყო ყველაზე სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა, რაც განხორციელდა იუგოსლავიის სამი სამოქალაქო ომის პერიოდში. 2007 წელს კი იანვარში კონკრეტულად ჰაგის საერთაშორისო სასამართლომ ამ ფაქტს გენოციდის კვალიფიკაცია მისცა, ხოლო საბოლოოდ ევროპარლამენტმა 11 ივლისს გამოაცხადა ეს გლოვის დღედ. გარდა ამისა, ჰაგის ტრიბუნალმა დაადასტურა, რომ სრებრენიციდან ბოშნიაკების გარკვეული სამხედრო ჯგუფებმა მართლაც ჩაიდინეს ომის დანაშაულები სერბი მოქალაქეების წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში ამ გენოციდიდან რას ვიგებთ? ერთი ის, რომ ის ეროვნული აღმავლობის ხანა და ნაციონალისტური განწყობების გაღვივება, რაც 90-იან წლებში და 80-იან წლებში ხდებოდა, იქ ერთი ფაქტორია. მეორე ფაქტორი ის არის, რომ ამ ომში ყველას ებრძოდა, ყველა ანხორციელებდა და ყველამ განახორციელა ომის დანაშაულებები და საბოლოო ჯამში უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო ძალიან კომპლექსური ბრძოლები, სადაც რეალობა არ არის კონკრეტულ მხარეს. რეალობა ის არის, რომ ყველა მხარემ ჩაიდინა დანაშაულებები და ყველა მხარეს აქვს იმის გაპროტესტების საშუალება, რომ მას ვიღაცამ რაღაც უსამართლოდ მოექცა, ვიღაცას უსამართლოდ მოექცა და ასე შემდეგ. ანუ ეგ ყველაფერი რეალურად ძალიან ლოგიკური დგება, როდესაც გაიაზრენ მთლიანი იუგოსლავიის კონფლიქტს. ეხლა მოდი გადავიდეთ კოსოვოზე. როგორც ვახსენე თავდაპირველად, კოსოვოში რადიკალურად არის შეცვლილი 1971 წლის მერე დემოგრაფიული მდგომარეობა. 90% შეადგენენ მუსლიმი ალბანელები, ხოლო 10% სერბები და მოდის ცნობები, რომ ხდება სერბების გენოციდი. სწორედ აი ესეთ ვითარებაში იწყება კოსოვოს ისტორია. 1999 წელს სხვადასხვა გზებით მილოშევიჩმა, რომელიც იყო როგორც მოგახსენეთ იუგოსლავიის პრეზიდენტი იმ პერიოდში, კოსოვოს შეურჩევა ავტონომიური სტატუსი. ამას მთელი პროცესები სდევდა თავს, როგორც იყო კოსოველების მხრიდან სერბების ჩაგვრა, შემდეგ უკვე იუგოსლავია და ბელგრადი ცდილობდა, რომ გარკვეულწილად ჩაეხშო კოსოვოს ეს აღმავლობა და დამოუკიდებლობისკენ სწრავა, ანუ იყო კომპლექსური ორმხრივი ურთიერთქმედება, თუმცა ამას არაფერი შედეგი არ მოყოლია. 1990 წლის ივლისში კოსოვომ თავი რესპუბლიკად გამოაცხადა თვითონ იუგოსლავიის შემადგენლობაში, იმავე წლის სექტემბერში მიიღო კონსტიტუციას, ხოლო 1992 წელს კოსოვომ უკვე თავი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა და მხოლოდ ალბანეთმა აღიარა კოსოვო და აი ესე დაიწყო პროცესები, რა თქმა უნდა, ამას იუგოსლავია და სერბები არ ეთანხმებოდნენ. აი სწორედ აი ამ ვითარებაში შეხვდა კოსოვო 1995 წლის დეიტონის შეთანხმებას, სადაც რეალურად ომი უნდა მორჩენილიყო მთელი იუგოსლავიაში, თუმცა რეალურად კოსოვოში ეხლა მაშინ დაიწყო მხოლოდ პროცესები. 1996 წელს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა მოხდა, დაიწყო კოსოველი სეპარატისტების შეიარაღებული ძალების ფორმირების პროცესი და შეიქმნა კოსოვოს განმათავისუფლებელი არმია და მათ აიღეს ხელში, ასე ვთქვათ, კოსოვოსთვის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერსპექტივა. სიტუაცია განსაკუთრებით გამწვავდა 1998 წელს, როდესაც სერბეთის მთავრობამ იქ პოლიციური და საჯარისო ქვედანაყოფები გაგზავნა, რამაც სიტუაცია რეალურად ომშიც გადაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ სერბებს ნამდვილად ჰქონდათ მიზეზი, რომ ეგ გაეკეთებინათ, საკმაოდ რთული სიტუაცია იყო. ერთის მხრივ სერბეთი ცდილობდა, რომ იქ საკუთარი გავლენები შეენარჩუნებინა, მეორეს მხრივ კოსოველები და ის არმია და სეპარატისტები აქტიურად ებრძოდნენ და მათ შორის ძალიან ბევრ სერბს ატერორებდნენ. მანდ იყო კომპლექსური საკითხი, როგორც სერბები ჩადიოდნენ გარკვეულ დანაშაულებებს, ისე კოსოველები ჩადიოდნენ გარკვეულ დანაშაულებებს და ეს მოდიოდა ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან, თუმცა ვინაიდან სერბები იქ უმცირესობა იყვნენ, გასაგებია, რომ სერბების მიმართ გაცილებით ძლიერი ჩაგვრა ხორციელდებოდა, სანამ საჯარისო დანაყოფებს შეიყვანდა იუგოსლავია იმ პერიოდში. 1998 წლის მერე ძალიან აქტიურად მოითხოვეს სხვადასხვა ქვეყნებმა, მათ შორის რუსეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, რომ შეწყვეტილი იყოს სამხედრო მოქმედებები, თუმცა ეს ვერ მოხერხდა და ან შეიძლება არ მოხერხდა. საბოლოო ჯამში თითქოს შეთანხმება უკვე იდებოდა 1999 წელს
თუმცა ამ ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოხერხდა, ვინაიდან ბელგრადმა უარი თქვა, ვინაიდან ნატო ჯარები უნდა განთავსებულიყვნენ კოსოვოში, რაც მიუღებელი აღმოჩნდა ბელგრადისთვის. ალბათ მეტნაკლებად სწორი გადაწყვეტილება იქნება და უბრალოდ ნატოსთან რა ინტერაქციაც ჰქონდა იმ პერიოდში სერბებს და ზოგადად სერბ ხალხს, ალბათ შეუძლებელი იყო მაგ გადაწყვეტილების მიღება. საბოლოო ჯამში 1999 წლის 24 მარტს ნატო ძალებმა დაიწყეს იუგოსლავიის ტერიტორიის საჰაერო დაბომბვები. აღნიშნულ სამხედრო ოპერაციას ერქვა სამოკავშირეო ძალა. რეალურად 24 მარტიდან 10 ივნისამდე გაგრძელდა ეს დაბომბვები და აქ რაში იყო ახლა საკითხი. ოფიციალური მიზეზით ნატო იმიტომ ჩაერია ამ კონფლიქტში, რომ ალბანელების ეთნიკური წმენდა მიმდინარეობდა. თუმცა ფაქტები იმასაც მიუთითებს, რომ არა მარტო ალბანელების ეთნიკური წმენდა ხორციელდებოდა, არამედ ალბანელებიც აქტიურად აწყობდნენ სერბეთის გენოციდს ორივე მხარეს. იქ მიმდინარეობდა კი ბატონო, ვინაიდან სერბებს გაცილებით დიდი შეიარაღება ჰქონდა და გაცილებით ძლიერები იყვნენ, რა თქმა უნდა უპირატესობა გააჩნდათ, თუმცა ეგ არ იყო მხოლოდ პროვოცირებული სერბებისგან, მეორე მხარეც ერთნაირად დამნაშავე იყო. შესაბამისად ნატოს არგუმენტი იმის შესახებ, რომ მე აქ ალბანელებს ვიცავ და სერბები ეთნიკურ წმენდას აწყობდნენ, თად ლოგიკური არ გამოდის ამ შემთხვევაში. ასევე ძალიან საინტერესოა, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ უარი თქვა ამ კონფლიქტზე, ჩინეთმა და რუსეთმა თქვა უარი, დანარჩენმა სამმა სახელმწიფომ თანხმობა განაცხადა, ესენი იყვნენ საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ინგლისი. საბოლოო ჯამში 1993 წლის ივნისში იუგოსლავიასა და ნატოს შორის დადებული კუმანოვის სამხედრო ტექნიკური შეთანხმების საფუძველზე კოსოვოს კონტროლი ნატოს დაქვემდებარებაში მყოფ საერთაშორისო ძალებს დაევალათ და 1999 წლის 12 ივნისს კოსოვოში ადმინისტრირება დაიწყო გაერომ, რომელმაც 2000 წლიდან იკისრა მმართველობითი ინსტიტუციური როლი კოსოვოში. ასე უნდა ვახსენოთ კლეჩკას და მაგალითად რადონიჩევის შემთხვევა, რომელიც ალბანელებმა მოაწყეს დაახლოებით 60-მდე, ორივე შემთხვევაში 60-მდე გარდაცვლილი სერბი იქნა ნაპოვნი. ეს იმას ადასტურებს, რომ ალბანელები ჩადიოდნენ საკმაოდ სერიოზულ დანაშაულებებს, ხოლო ნატოს დაბომბვის მერე დაახლოებით 200,000-დან 250,000-მდე დევნილი მოხდა. ფაქტობრივად ყველა სერბი, რომელიც კოსოვოში ცხოვრობდა, გავიდა მაგ ტერიტორიიდან და გარდა მაგისა უკვე ნატოს ჩარევის შემდეგ, როდესაც კოსოველებმა გაიმყარეს პოზიცია, იქ დაიწყო მართლა ეთნიკური წმენდა სერბების. 20,000-მდე სოფელი გადაიწვა, ბევრ სახლი წაართვეს, ბევრი დახოცეს, 1000-მდე სერბი დაიკარგა ნატოს დაბომბვების შემდეგ კოსოვოში. შესაბამისად ეს ბუნებრივია კითხვას აჩენს, რატომ ეს გამოიყენა როგორც საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად თუ მართლა ადარდებდა კონკრეტული ეთნოსი, ამ შემთხვევაში ალბანელები და მათი ეთნიკური წმენდისგან დაცვა. საბოლოოდ როგორც ყველასთვის ცნობილია, 2008 წელს კოსოვომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და შემდეგ უკვე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გერმანიამ, თურქეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ კოსოვო აღიარეს როგორც დამოუკიდებლად, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ ეგ გეოპოლიტიკურ თამაშებთან უფრო ჰქონდა საქმე, ვიდრე კონკრეტული ეთნოსის დაცვის мотивაციასთან. რო შევაჯამოთ ახლა იუგოსლავიის კონფლიქტი, ვიღებთ შემდეგ შედეგს, რომ ნებისმიერი რესპუბლიკა, რომელიც იუგოსლავიაში იყო, ცდილობდა, რომ გაეტარებინა საკუთარი ინტერესი, დამოუკიდებლობის მოპოვება უნდა და სერბეთს უნდა საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება, ხორვატებს, სლოვენიელებს, ბოსნიელებს უნდა დამოუკიდებლობის მოპოვება, კოსოველებს უნდათ, რომ 90% ვინაიდან იყვნენ რესპუბლიკის სტატუსი მიეღო და შემდეგ საერთოდ დამოუკიდებლობა აღიარეს, თუმცა ეს იყო ერთფაზიანი შიდა კონფლიქტი, თუმცა მეორე ფაზაში რომ გადავიტანოთ, ეს იყო გეოპოლიტიკური, სერიოზული გეოპოლიტიკური დაპირისპირება, სადაც სხვადასხვა ცივილიზაციები მოქმედებდნენ, ერთ მხარეს იყვნენ მართლმადიდებლური სამყარო, შეიძლება ისე ითქვას, რუსეთი, საბერძნეთი და კიდევ სხვადასხვა მცირე სახელმწიფოები, რომელიც პირდაპირ უწევდნენ მხარს სერბებს, მეორე მხარეს იყვნენ დასავლური ცივილიზაცია, სადაც აქტიურად ეხმარებოდნენ ხორვატებს და სლოვენიელებს და მესამე მხარეს იყო მუსულმანური სამყარო, რომელიც მუსლიმებს უჭერდა ძალიან აქტიურად მხარს. შესაბამისად, ესე ერთ ხატოვნად შეფასება, როგორც ჩვენ ვიცმენთ ხოლმე იუგოსლავიაზე, რომ მხოლოდ სერბები არიან დამნაშავეები, მხოლოდ მუსლიმები არიან დამნაშავეები, მხოლოდ ისინი არიან დამნაშავეები, ეგრე არ შეიძლება ამ კონფლიქტის განხილვა, თუ მინდა რომ ობიექტური რეალობა დავინახოთ ამ მიმართულებით. ეხლა კიდე მადლობა ყურადღებისთვის, გამოიწერეთ არხი, ჩემი პირველი ვიდეოა და შევხვდებით სხვა ვიდეოში.